სახელით მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ქრისტე აღდგა. დღეს კვირა ცხოველობა, კვირის განახლება, ცხოველს ყოფილი კვირა. რადგან უფალმა კვირას შესძინა სიცოცხლის ძალა და მნიშვნელობა ამ კვირა დღეს, მისი აღდგომის დღეს. და აი ამ კვირის ამბავს მოგვითხოვს დღევანდელი სახარებაც. დღეს არის თომას კვირა. კვირა ცხოველობა, ურწმუნო თომას კვირა. და იმავე დღეს, როცა უფალი აღდგა მკვდრეთით, როგორც მოგვითხრობენ სახარებანი, იმავე საღამოს მოწაფეები შეშინებულნი იყვნენ ძლიერ, შეკრებილნი იყვნენ ერთ-ერთ სახლში, ჩაკეტილი ჰქონდათ კარი, რაბედი ელოდათ არ იცოდნენ თავად და აი ამ შიში იმ საღამოსვე უფალი ჩადგა მათ შორის და ეუბნება მშვიდობა თქვენთან. ამ დახშულ კარში შედის უფალი, მათ შორის დგება მშვიდობა თქვენთან. და რო უთხრა ეს, იმ წუთში აჩვენა მის ხელები, ნალურს მე ხელები და მისი გვერდი, რომ ის არის, ვინ ჯვარზე იხილეს ნატანჯი, ნაწამები და აღსრულებული. და გაიხარეს მოწაფეებმა იხილეს რა უფალი. დარწმუნდნენ რომ ეს ის არის ნამდვილად. ნახეთ, მოწაფეები და მათ შორის იესო. რა არის ეს? ეკლესია. და ეკლესიას წამს ჯვარცმული იესო. ნახეთ, გაიხარეს რომ ნახეს რომ ეს ჯვარცმული და მართლაც აღმდგარი მათი უფალია, მათ შორის დგას და მშვიდობას აძლევს მას, ღვთაებრივ მშვიდობას და გაიხარეს. აი ეს არის ეკლესიის სიხარული დღესაც. ჩვენ შორის არის უფალი და ჩვენ გვწამს ის მისი ჯვარცმა და აღდგომა და გვიხარია. სახარება, ამიტომაც ქვია ჩვენს თავარწინს. და უფალმა უთხრა, როგორც მე მომავლინა მამამ ამ მაცხოვნებელი უწყების სახარებლად, მეც ისე გზავნით თქვენ. და ეს სიხარული, რაც მოწაფეებმა განიცადეს, იქ არ უნდა დარჩეს იმ ოთახში. უნდა გავიდეს, ყველას უნდა ეხაროს. ამას ეუბნება უფალი. თქვენც უნდა წახვიდეთ და ყველას ახაროთ ის, რაც იერუსალიმში აღსრულდა. მაგრამ აძლევს კიდევ ძალას ცოდვების მიტევების ეკლესიას და მოციქულებს, რომ შეჰპერა და მისცას მიიღეთ წმინდა სული ეუბნება. შენდობის ძალას აძლევს, ვისაც მიუტევებთ თქვენ ქვეყანაზე შეცოდებებს, მიეტევებათ მათ ზეცაშიც. და ვისაც არ მიუტევთ, ანუ შეკრავთ, მათ არ მიეტევებათ არც ზეცაში. და ამის შემდეგ გავიდა 8 დღე, მაგრამ სანამ ამ 8 დღის განმავლობაში მოწაფეებმა ხო თომას ხო შეხვდნენ, თომა არ იყო მათთან, ხოლო 10 იყვნენ იმ დროს იქ, 10. და თომას ეუბნებია რომ ჩვენ ვიხილეთ უფალი, ნახეთ, ნამდვილად აღდგა მკვდრეთით და თომას, როგორც სახელი ქვია მას, ტყუპი ორმაგია. თან სწამს, თან არ სწამს, თან მამაცია, თან გონია რომ მოკვდება ქრისტესთან ერთად და ქრისტე თომა ამბობს, ვიწამებ, კი, ვიწამებ, როგორ არა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ნახავ, მეც ვნახავ იმ მკვალს, ტანჯვისას მის ხელებზე და 8 დღის შემდეგ, აი დღევანდელ დღეს თომაც მათთან არის და ისევ ჩადგა უფალი თავის მოწაფეებს შორის და ეუბნება ისევ მშვიდობა თქვენთან. და შემდეგ თომას ეუბნება, აი მოიტანე, მომეც შენი ხელი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტანე შენი ხელი და ჩადევი ჩემს ფერჩი, რადგან ნახეთ რა არის საინტერესო, რომ უფალს ეს კვალი მის უხრწნელი სხეულით აღდგა ის მკვდრეთით, ხო? უხრწნელი სხეული აქვს, ღვთაებრივი სხეული აქვს, სულიერი სხეული აქვს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მაგრამ ეს ნაკვალევი კვლავ ატყვია ხელებზე და გვერდზეც ის შუბის რომ უგმირეს ის კვალი კვლავ ატყვია. რატომ არის ეს? ჩვენ ამას ნახავთ ცოტა ხანში. და თომას ეუბნება რომ გასინჯე, მოდი ნახე და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. და თომამ ეს რო იხილა, ახი ამბობს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ანუ ჩემი უფალი ხარ და ჩემი ღმერთი ხარ, რადგან დარწმუნდა რომ აღდგა ნამდვილად ქრისტე მკვდრეთით და უფალი ეუბნება ამ სიტყვებს, რომელიც ყველა მიცის ამ სოფლიოში ალბათ, რომ შენ გწამს, რადგან მიხილე, ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უხილავარ მე, მაგრამ მაინც მიწამეს, რადგან აი ამ წმინდა წერილით ღმერთმა გაუხსნა მათ სულიერი თვალი. აი ჩვენ ხო არ გვინახავს უფალი, მაგრამ ჩვენ ხო ჩვენი სულიერი თვალით ხო ჩვენ ხო ხედავთ ამ ყველაფერს, რაც მის თავს აღსრულდა.
აი ნეტარია ის, ვინცაც არ უნახავს ეს საბუთი, მაგრამ წმინდა წერილის საფუძველზე სული წმინდამ გაუცხადა, ისწავლა და დარწმუნდა, იწამა, რომ უფალი მოვიდა ამ ქვეყნაზე, ღმერთი მოვიდა ამ ქვეყნად და გამოგვისყიდა ჩვენი დანაშაულისგან. მაგრამ აი სულ ორი სიტყვით, რატომ აქვს უფალს ეს კვალი, ლურსმების და ფერჩი შუბის კვალი, რადგან ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები. გახსოვთ დავითის ფსალმუნი, 21 ფსალმუნი, როცა დავითი ამბობს, გაახრით ეს ხელნი ჩემნი და ფეხნი ჩემნი და აღრასხეს ყოველი ძვალები ჩემი. და უფალი ამას ნიშნებს აძლევს, რომ ნამდვილად ის აღსრულდა, რაც ფსალმუნშია დაწერილი. ასევე ზაქარია წინასწარმეტყველი ამბობს მე-10 თავში, რომ როცა მოვა მეორედ ქრისტე, მეორედ როცა მოვა, უკვე მეორედ მოსვლას ლაპარაკობს. პირველად ხომ მას მოკლავენ, კეთილი მწყემსი რომ მოვა, პირველად მას მოკლავენ. ამასაც ზაქარია ამბობს. და მეორედ რომ მოვაო, ატირდებაო მთელი ისრაელიო. აი ამას ამბობს სიტყვით. ატირდება მთელი ისრაელი და იხილავენ მას, რომელსაც უგმირეს მათო. მათაც უნდა იხილონ ის მეორედაც რომ მოვა უფალი, მაშინაც ეს კვალი ექნება მას, რომ ისრაელმა იხილოს, ვის უგმირეს შუბი, რომ მოკლეს ღმერთი მათი. და ისევ ზაქარიასთან არის კიდევ ერთი ადგილი, როცა მოვა მეორედ ქრისტეო, ამ ცრუ მწყემს, ანტიქრისტეს ხომ გადააგდებენ და აღარ ირწმუნებენო და შემდეგო კითხავენ, რომ ეგ რა კვალი გაქო ხელებზეო, რა გაქვსო ეგ ხელებზე ეგ კვალიო და ის ეტყვისო, კეთილი მწყემსი ეტყვისო, რომ ჩემს მოყარეთა სახში ვარ ნაცემი. აი მაშინო ჩემმა ებრაელებმა, ჩემმა იუდეველებმა რომ წემესო და მომკლეს, აი ის კვალი აი ხედავ, ეს ლურსმარის ნაკვალები უნდა კონდეს მას და თომაც ხო იუდეველია, თომაც ხო ებრაელია და ეს კვალი უნდა ნახოს, რომ დარწმუნდეს, რომ ის რაც ზაქარიასთან ნათქვამია, აღმდგარ უფალს ხელზე აქვს ეს კვალი, გესმით? და ეს ნიშანი რო იხილა, ეს თვალით იხილა, ხომ და ხორციელი თვალით თუ ამობს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, ნამდვილად ასე მოხდა, ესე იგი და აღდგა უფალი მკვდრეთით. და დასასრულს ქრისტე როგორი სხეულით ადგა? აღდგა მკვდრეთით. უხრწნელი სხეულით. აი ჩვენი დოგმატიკა ასე ამბობს, ჩვენი სარწმუნოება, რომ აღდგომილმა ქრისტემ უფალმა განიშორა ხრწნადობა, ტკივილი, შიმშილი, წყურვილი, ყველაფერი, რაც კი აი ეს ხრწნადობას რაც ახასიათებს, ხო? ასევე რა თქმა უნდა ის ამაღლდა 40 დღეში ზეცად, მაგრამ ის ამ ქვეყნად რომ დარჩენილიყო, ჰიპოთეტურად რო თქვა, ის არ დაბერდებოდა. მას ჰქონდა მარადიული, სულიერი, ღვთაებრივი, უხრწნელი სხეული. ხრწნადობა სიბერესაც ნიშნავს და ხრწნადობა ნიშნავს, რომ ჩვენ ვემორჩილებით სნეულებას, ავადმყოფობას, დაჭრას, თქვათ, ტკივილს, ჭრილობას. ეს ყველაფერი განიშორაო უფალმაო, ხრწნადობაო. ხრწნადობა ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საკვები თუ არ მივიღეთ, ვერ ცოცხლობთ, ხო ასე? ჩვენ წამალი თუ არ გვექნა, ვერ ვიცოცხლებთ, ხო ასე? ჩვენ მაგალითად დრო გადის და ვერდებით, ხო? აღარა ვართ ისე 16 წლისები რო ვიყავით, ხო ასე? აი, უფალი რო აღდგა მკვდრეთით, ეს ყველაფერი გაშორებული ქონდა, განშორებული იყო მისგან. რატომ გვაჩვენა ეს უფალმა? ჩვენც მარადიული სიცოცხლისთვის რომ აღდგებით მკვდრეთით, ასეთ სხეულებს შევიმოსავთ ყველანი. ასეთ სხეულებს. აი, იმაში იოანეს გამოცხადებაში, მე-7 თავში აპოკალიფსისში წერია ასე სიტყვები, რომ მოწამეებზე წერს, რომ ისინიო ღმერთის ტახტის წინაშე არიან მდგომარენი მარადიულათო და ემსახურებიან მასო და აღარ მოშირდებათ მათ, აღარც მოსწყურდებათ, არც მზე დასწვალთ და აღარც ხვატი. აბა გაჩერდით 1 საათი მზეზე რა მოგვივა, ხო? მათ ისეთი სხეულები აქვთ უკვე, რომ აღარ ჭიათ, აღარ წყურიათ, აღარც მზე ავნებთ, აღარც სიცხე და რადგან კრავი, ანუ ქრისტე, რომელიც არის ტახტის შუა, დამწყებს სავს მათ და სიცოცხლის წყლისკენ წაუძღვება მათ და შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს. აღარ ცრემლი აღარ იქნება, აღარ ტირილი აღარ იქნება, აღარ წუხილი აღარ იქნება ჩვენს განსაცდელებზე და უბედურებას. აი, მე მინდა რამოდენიმე მაგალითი გითხრათ ამასაც, აი, კარგად რო გავიგოთ. ვინ არ ყოფილა პანაშვიდზე, ვინმე ახლობელის? ხო? ხო, ვის არ გვინახავს ტირილი, რომ გარდაიცვალა ადამიანი. ან
ხომ ყოლია ჩვენს ვიმე ახლობელია ნათესავი ან ოჯახის წევრი რომ რაღაც ძიმესნეულება აქვს შეხვდება და ეს საშინელი შიში როგორც ლახვარი გულში ისე არის რომ ღმერთო რა იქნება იცოცხლებს გადარჩება ხო აი ეს არის ყველაზე მწკივი დამაგრეველი შიში ხო ეს შიში აღარ იქნება რადგან ყველა უკვდავი იქნება ესმით ან მაგალითად ვინ არ ყოფილა საავადმყოფოში აი მე შეიძლება მიწევს ხოლმე მე თქვენს ალბათ და ზიან ხსხედან ეს ოჯახის წევრები გარეთ ელოდებიან ექიმის პასუხს რას ეტყვის დადებით ეტყვის თუ რაიმე ცუდს ეტყვის და ეს შიშისგან როგორც ქრისტე ამბობს რომ გული როგორც ცვილი ისე ჩაიღვარა ჩემს ხეულშიო ხო ხომ გამოგიცდიათ ეს რომ აი შიში რომ შევალთ იმ განყოფილებაში რას გვეტყვის ექიმი არც ეს აღარ იქნება რადგან გვეცოდინება რომ ყველა მარადიულად ცხოვრობს და არავინ ავად აღარ გახდება არასოდეს მარადიულად წარმოგიდგენიათ ეს აი ამას გვერდება უფალი კიდევ ერთი გინახავთ ნამუშევარი ხალხი როგორ მიირთმევს საჭმელს მიგინახავთ აი მაგალითად მუშათა სასადილოში ვინმე ყოფილ ხარ ან ჩვეულებრივ ხალხზე აი ხანდახან რომ დააკვირდე შეგეცოდება ადამიანი როგორ დამოკიდებულია ჩვენს თვითონაც ასე არა ვართ რომ მოგშვიდებო თუ არ მივირთვით რაღაცა როგორ დამოკიდებული ვართ იმ მატერიალურ ერთ პულზე ერთ ლოკუმაზე რომ ის თუ არ შევჭამეთ არ შეგვიძლია და აი განსაკუთრებით სასადილოში ჩანს ხომ რესტორნებში კიდე ცოტა ისე გამოიყურება ხალხი მაგრამ აი სასადილოში ხედავ როგორი სუსტია ადამიანი რომ იმ საკვებზე როგორი დამოკიდებული ეს აღარ იქნება საკვები აღარ დაჭირდება არავის რადგან ქრისტე რო აღდგა მკვდრეთით მას აღარ სჭირდებოდა საკვები ამ გაგებით და რო ვერ დააჯერა რომ მე ვარ თქვენი უფალიო უთხრა რომ რამე ერთი ლუკმა არა გაქვს საჭმელი რომ მომცეთო მისცეს და შეჭამა ეს რომ მათთვის დაემტკიცებინა რომ ის აღდგა ხორციელის სხეულით და ბოლოს ყველაზე ჩემთვის ყველაზე დამტკუნველი ეს არის ხოლმე აი მაგალითად რომ გითხონ მე რომ ყველაზე სამწუხარო რა არის ამ დედამიწაზეო მე ვიტყვი რომ ეს არის ყველაზე სამწუხარო ხო აი მე შემოხვედრია ადამიანები მაგალითად რომელსაც ახალგაზრდობიდან ვიცნობთ და ისეთი ნაპერწკალი ქონდათ ხოლმე თვალებში აი ახალგაზრდული ხოთ ეს სიცოცხლე რომ ჩქებს თვალებიდან რომ აი უელავს თვალები გავა 1 20 40 წელი და შეხვდება ადამიანი და ეს ნაპერწკალი გაქრა თვალებიდან სიბერისკენ რომ მიდის ხო აი ეს არის ყველაზე სამწუხარო ამბავი რომ აი ის ცეცხლი რაც ადამიანის ენერგია რაც აქვს სადღაც ილევა სადღაც ქრება იმიტომ რომ დაობერდით ბერდებით ხო და აღარ არის ხო ესეც აღარ იქნება ის სიცოცხლის ნაპერწკალი აღარასოდეს აღარ გაშორდება ჩვენს თვალებს და ვიცოცხლებთ მარადიულად აი ქრისტე რო აღდგა მკვდრეთით იმიტომ ირწმუნეს და იმიტომ მოხდა ეს რაც მოხდა მთელი საუკუნეები რომ აი ეს ცეცხლი ქონდა ქრისტეს თვალებში სხვა ადამიანიც იყო რომ აღდგა მკვდრეთით და ის წარვალი სიცოცხლე აქვს უკვე მას თვალებში და იცოცხლებს ის მარადიულად და ჩვენც თუ ვიწამებთ ვიცოცხლებთ ასე მარადიულად ყველანი მაგრამ სანამ იმას მივახცევთ წმენა საჭირო ამ ქვეყანაზე წმენა რომ ის მოვიდა ჩვენთვის ჯვარს ეცვა გამოგვისყიდა ჩვენ დანაშაულისგან და აღდგა მკვდრეთით და ამ აღდგაზეცა დაგვირდება მარადიულ სიცოცხლეს ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა